ეს ჩვეულებრივი მოსაწყენი დღე იყო სკოლაში. ხუთშაბათი დღე იყო, მაისის მიწურული, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზაფხულო არდადეგები მალე დაიწყებოდა. მაგ დღეს ჩვენ დავალება არ ქონია ჩვენი პარალელური კლასიკიდან განსხვავებით, რომლებსაც საკმაოდ ბევრი საშრომი ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ მასწავლებელმა დროის გაყვანის მიზნით უბრალოდ ინტერნეტ თამაში შემოგთავაზა. ის ძალიან წყნარი და მობიერი მასწავლებელი იყო. როცა ინტერნეტში ქვის ვაკეთებდით, გამახსენდა ზუსტი დრო, როდესაც ეს მოხდა. როდესაც ჩემო მეგობარმა ხელი აწია, რომ ეპასუხა, დინამიკებში გაისმა დირექტორის ხმა. ის ძალიან შეშინებული იყო და უთხრა ყველა მასწავლებლებს, რომ დამალულიყვნენ და წყნარად ყოფილიყვნენ. მე ძალიან დავიწყები და შემეშინდა, ისევე როგორც ჩემი წყნარი მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის გაწონასწორებული იყო, ეხლა თითქოს პანიკაში ჩავარდა. ის მარცხენა კუთხეში წავიდა და შუქებით ჩააქრო. ჩვენ ყველა ჩუმად ვიყავით, სადღაც 2 წუთი. ამის შემდეგ ზუზუნის ხმაური შეწყდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შუქები მთლიან სკოლაში გამოირთო. ჩვენ ერთმანეთს შევყურებდით და გამოვანალიზეთ, რომ ეს სერიოზული იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ველოდებოდით თუ რა მოხდებოდა, ჩვენი დარბაზიდან გავიგეთ მამაკაცის ხმა, რომელიც სასტიკად ყვიროდა. ორმა ჩემმა კლასმა გოგომტირილი დაიწყო, რამაც კიდევ უფრო დაგვძება. როგორც კი ყვირილი უფრო უახლოვდებოდა სმენის არეალს, ვიღაცამ დარბაზის კარებს რტყმევა დაუწყო და თანხმიროდა, ყველას მოკკლავთ. ეს ის მომენტი იყო, როდესაც მე ყველაზე მეტად შემეშინდა მთელ ჩემ ცხოვრებაში. ჩვენმა მასწავლებელმა გაგვეჩუმა, შემდეგ კარებს რტყმევა შეწყდა და ამჯერად ჩვენი კლასის ოთახის კარზე გადმოინაცვლა. გოგონებმა ტირილისგან დაიყვირეს, არა. კარზე ჯახუნის ხმა ძლიერდებოდა, რაცა კაცმა დაიყვირა. გააღეთ. ჩემი კლასელი გოგოები ახლა უკვე ძალიან ტიროდნენ. მეგონა რომ კაცი სადაცაა კარს შემოამჭროდა, მაგრამ რატომღაც ის გაჩერდა და დარბაზისკენ გაიქცა და თან გიჟივით ყვიროდა. როცა საკმაოდ შორს წავიდა, დავიტყვი სადღაც 10 წუთი იყო, როდესაც დირექტორმა აგვიხსნა მიკროფონში, რომ კაცი, რომელიც სკოლაში შემოიჭრა, იყო ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოქცეული, არასტაბილური და ფსიქოლოგიურად დაავადებული კაცი, რომელიც შენობაში შემოვიდა და ქალს თავს დაესხა, რომელიც იქ მუშაობდა. სტაფმა არ იცოდა კაცი შეიარაღებული იყო თუ არა. მათ ყველა დარბაზი შეამოწმეს და ვერსად ვერ იპოვეს. ამიტომ დირექტორმა მასწავლებლებს უთხრა, რომ სწავლება გაეგრძელებინათ, მაგრამ კლასის კარებები ჩაეკეტათ და არც ერთი მოსწავლე არ გაეშვათ გარეთ. ყველაზე შემაწუხებელი ფაქტი კი ისაა, რომ დამლაგებელმა, რომელიც ღამის ცვლაში მუშაობდა, ნახა ის კაცი, რომელსაც საწყობში კარადაში ეძინა და ჭორის თანახმად მის ჯიბეში 44 კალიბრიანი რევოლვერი იყო. დამლაგებელმა ალბათ რამე სისულელი გააკეთა, რომ გაეღვიძებინა, მაგალითად შესასვლელი კარები დაუტოვა ღია, რადგან იმ დროს, როდესაც პოლიციის ოფიცერმა საწყობი შეამოწმა, კაცი უკვე აღარ იყო იქ. მთელი ჩემი კლასი და მე არც ეს წარმოდგენა არ გვაქვს, იპოვეს თუ არა ის ადამიანი, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ ახლა მან საჭირო დახმარება მიიღო.